Get low when the whistle go. გამარჯობათ ძირფასო მაყურებლებო, მივესალმები ყველა ჩვენი არხის მაყურებელს და დღეს შემოგთავაზებთ ვიდეოს როგორ ავაჩქაროთ მაქსიმალურად ჩვენი კომპიუტერი და ამას ყველაფერს განახებთ თვითონ ყველანაირი პროგრამების გარეშე თვითონ კომპიუტერის და Windows-ის საშუალებით. ასე რომ არანაირი პროგრამის დაყენება არ დაგჭირდება, გამოვიყენებთ მხოლოდ Windows-ის საშუალებას. ჯერჯერობით clip out. შევდივართ აქ Windows-ში თუ იქნება ვიპოვნით, ან შეგიძლიათ აქედან დააჭიროთ აქ ვიპოვნით, ან დააჭიროთ კნოპკას Windows და R. Windows-ი, აი შემიძლია Windows და R. აი ასე აქ clip out ms config დააგვირით ms config შემდეგ გაჭერთ ინტერს გამოჩნდება ესეთი რაღაც. პირველ რიგში შევდივართ ავტოზაგრუსკაში. მაგრამ Windows 8-ში და Windows 8-ში და Windows 10-ში ავტოზაგრუსკა აქ აღარ არის რა, ავტომატურად ასწრება კომპიუტერის ჩართვის დროს. გადატანილი არის dispatcher задачში. გადავდივართ აქედან. აქედან თუ არის გადასასვლელი dispatcher задача. აი არის. ამ კლიფავთ control alt delete. აი აგერ გადავდივართ აგერ ავტოზაგრუსკაში და აქ ვთიშავთ შეგიძლიათ გამორთოთ ყველაფერი ვთიშავთ და ტყუებთ თუ რამე გჭირდება იმას ტყუებთ ჩართვით სანაჩენს ვაჭერთ ასე აი ჩართული არის გამორთოთ ключი და ჩავთვით ვთიშავთ აქედან ყველაფერს და გამოვდივართ აქედან შემდეგ შევდივართ აქ სლუშებში ამას მომნიშნავთ რომ არ გამოგვიჩვენოს Microsoft-ის თვითონ Windows-ის სლუშები რა და ეს არის ყველაფერი დამატებული. აქედან ყველაფერი შეგიძლიათ ასე გამორთოთ. Nvidia იყოს და AMD ამ რაღაცები დატოვეთ და რაც არის Google-ს გაახლება და რაღაც სერვისები რაც არის შეგიძლიათ ყველა გამორთოთ. ეს ანტივირუსის სერვისები იყოს. Skype-ის გაახლება გამორთოთ, ჩვენ თვითონ გავაახლოთ როცა იქნება საჭირო და ესეც გამორთოთ. შემდეგ გადავდივართ ზაგრუსკაში, ანუ გადაჭრითვაში. ვაჭერთ ამ დაპალნიტელნია პარამეტრებში და მომნიშნავთ ამას და ვირჩევთ რამდენი ბირთვის გვაქვს კომპიუტერში, იმდენ ბირთვს. ნუ თავისთავად აქ რამდენის გაქვთ, იმდენი იქნება, მაქსიმუმ მეტი არ იქნება, ჩემი 4 ბირთვიანი და ვირჩევ 4-ს და ვაჭერთ OK-ს. შემდეგ ვაჭერთ OK-ს და ითხოვს გადაჭრითვათ. ვირთავთ კომპიუტერს, მე ახლა არ გადავჭრითავ, ვიდეოს განახეთ და მე გადავჭრით. მას მონიშნავთ რომ მეჯენ აღარ განახოთ და პერეზაგრუსკა და გამოსვლა გადაჭრითვის გარეშე. მე ახლა ასე გამოვალ, გავაგზავნებთ. შემდეგ შევდივართ My კომპიუტერში. სვოისტვა სისტემებში, შევდივართ სვოისტვაში. ვაკეთებთ ოჩისკა დისკას. დისკის გაწმენდას, ზედმეტი ფაილებიდან, ასე რომ ვთქვათ, ნაგავიდან. აქ ველოდებით. აქ მომნიშნავთ ყველაფერს და ვაჭერთ OK-ს. დაველოდოთ ცოტა ხან. Dacă თქვენ დაელოდეთ, ბოლომდე მე ახლა გავთიშავ არ მინდა მის აკეთება, განაკეთები მაქვს ეს. ან დაიღოს ეს სხვა რამეს განახეთ მანამდე. სანამდე ეს კეთდება, შედიხართ სვოისტვა სისტემაში, აგერ მოი კომპიუტერში, ისევ სვოისტვა სისტემაში. გადავდივართ დაპალნიტელნია პარამეტრებში. შემდეგ გადავდივართ ვიზუალური ეფექტები, ამაში პარამეტრებში შევდივართ. ზოგი გვირჩევს რომ აქ გავთიშოთ ყველაფერი. და ამის მიზნით ავაჩეროთ კომპიუტერი, მაგრამ მე მგონი ნამდვილად ასეთი აჩქარება ბევრს არ სურს, ხო ნამდვილად ის კლასიკური მიზეზი გადავა სილამაზე, Windows-ის ყველაფერი გაქრება და იქნება რაღაცა მახინჯურად და ამიტომ მე ამას არ ვთიშავ, ისეთი სლაბი კომპიუტერი მე მგონი ამ თვითონ არავის არ აქვს, რომ ძალიან ესე ერთბირთვიანი პროცესორი თუ გაქვთ ასეთი რამე ძალიან სლაბი კომპიუტერი თუ არის, მაშინ მომნიშნავთ გააკეთეთ და აი ესე ობესპეჩით ნაილუჩია ბისტრატის ეს მაქსიმალური აჩქარება.
ასე გავაკეთე. ეხლა ჩვენ არ გვინდა გავაკეთე იგი ასე. შემდეგ გადავდივართ აქ დაპანინდელში, შევდივართ ამაში izmenit, ვცვლით. აქ არის ავტომატურად გამოყენება, ესე იგი, file path cache-კი. ოპერატიული მეხსიერება, როცა არ ყოფნის კომპიუტერს იყენებს ყარი დისკიდან დამატებით მეხსიერებას. ამიტომ ავტომატურად მოხსნით და გვაძლევს რეკომენდაციას, ხო, 4 მეგაბაიტი და შევყავთ აქ ხელით ზომა. შევყავს რაც არის, ესე იგი რეკომენდირებული არის ჩვენთვის 4 და 79. 4 და 79. ასე 40, 79 უფრო სწორად შევყავს და ვაძლევთ აქ, სად არის? და ოკეი, ზოგი ასწავლის ესე რომ მაგალითად თუ გაქვთ ოპერატიული 4 მეხსიერება აქ უნდა დააყენოთ 8, მაგრამ არ არის საჭირო მე გეტყვით ესე თუ გაქვთ 4 მეხსიერება 4 ოპერატიული დააყენეთ 4, თუ გაქვთ 2 დააყენეთ მაშინ დააყენეთ უკვე 4. და თუ გაქვთ ესე იგი 4-ზე და 2-ზე ერთნაირად აყენებთ და 1 გიგაბაიტი თუ გაქვთ ოპერატიული მეხსიერება მაშინ აყენებთ 2-ს, 2000 რა აქ. და 8 გიგაბაიტი თუ გაქვთ მეხსიერება ეს უკვე რომიცოდაც საერთოდ აღარ არის ეს საჭირო. 8 გიგაბაიტიდან ზევით 8, 12, 16 ან და ასე შემდეგ, თუ გაქვთ ესე იგი 8-ზე მეტი ოპერატიული მეხსიერება, ეს საერთოდ გაანულეთ, აღარ არის საჭირო. გააკეთეთ ეს ფაილა პათკაჭი, აი ასე. და ჩემ შემთხვევაში 4 მაგ ოპერატიული ვაყენებ ასე და ვაძლევთ ამას. სადაც და ოკეი. ესეც სიტყვით გადავტვირთოთ, მაგრამ ჩვენ ახლა გადავტვირთავთ. ვიცემთ ოკეის. და ოკეის. არა, გადავტვირთოთ მოგვიანებით. აი ესე, შემდეგ დავჭერ ერთი რაღაც. ისევ აქ, აი თავიდან შევალახ რომ გაიგოთ. შევდივართ მოი კომპიუტერში ისევ. ვაჭერთ C disks, მერე სვოისტვაში და გადავდივართ აქ სერვისში. პირველ რიგში ვამოწმებთ ჩვენ ყადის, თუ როგორ მდგომარეობაშია და თუ რამე შეცდომები არ არის ეს. Proveri data disk ასე გავაკეთოთ, ვაჭერთ შემოწმებას. ეს ამოწმებს თუ რამე დეფექტები აქვს ჩვენ ყადისკს. ეს ავტომატურად ამ დეფექტებს განკურნავს, ასე რომ ვთქვათ. აი 10 წამი უნდა კიდე. მე ახალი ყადი დისკი მაქვს ჩაყენებული, ამიტომ არანაირი პრობლემა არ ექნება და მაგ განაში ვიცი. თქვენ მithudas თუ 3-5 წლის ნაყიდი გაქვთ კომპიუტერი, ეს პრინციპში ყოველ 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა გააკეთოთ. რატომ? იმიტომ რომ რამე პრობლემა ყარ დისკს თქვენ ამას ვერ გებულობთ და ყარ დისკი იწყებს დაშლას. ამიტომ ეს კურნავს ყარ დისკს, ასე რომ ვთქვათ და ინახავს უხანძლებს ცხოვრებას რა, ასე რომ ყარ დისკს. შემდეგ აი დაველოდოს კიდე პატარა ხანი 30 წამი გამიწერა რა, ასე ამდენი ხანი არ შეიძლება. ვისაც მოგწოდთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ, დააკომენტარეთ და შემდეგ ვიდეოს გავაკეთებ, როგორ გავაკეთოთ, ესე იგი, როგორ გავაკეთოთ ოპერატიული მეხსიერებას ოპტიმიზაცია, ესე აგერ დაგვიწერა, აშიფკი არ შეგიძლიათ პადროვნასტები რო ვნახოთ, ესე იგი, ყველაფერი დაზუსტებით ჩამონათვალეთ, მაგრამ ამაში ჩვენ ვერ გავიგებთ ახლა რა, მაგრამ აგერ გვიწერს, რომ არანაირი შეცდომები დისკი არ ყოფილა. დავხუროთ. შემდეგ შევდივართ აქ ოპტიმიზაცია დისკა კომპიუტერნა повышает эффективность его работы. ესე დისკების ოპტიმიზაციას აკეთებს. ეს დეფაგრაციას, ასე ვთქვათ, შემო ფირმა იცოდეთ და ეს აუცილებლად დეფაგრაცია უნდა გავუკეთოთ. ამას ყველას. არ უნდა ანალიზს ვაჭერთ აქ პირდაპირ მონიშნავთ ოპტიმიზირებად, შემდეგ კიდევ ოპტიმიზირებად და შემდეგ კიდევ ოპტიმიზირებად. და ველოდებით. ამას შეიძლება დაჭირდეს 1.5 საათი, სამაგიეროდ ბევრად უფრო აჩქარდება თქვენი ყარი დისკი, თქვენი მთლიანობაში თქვენი კომპიუტერი და ასე შემდეგ. ეს ახლა რა არის რომ მაგიხსნათ აკეთებს დემოგრაფია, დისკის დემოგრაფიას და რას ნიშნავს, იმას გიწყოს ეს ფაილები როცა იწერება ყარ დისკზე. ასე რომ ვთქვათ მათემატიკის პრობლემა რომ აიღოთ, სხვა უჯრედებზე იწერება რა და როცა კითხულობს მე ინფორმაციას უკვე პროცესორი ყარი დისკიდან უნდება, ესე იგი ეძებს სხვა უჯრედებზე და აქ ეს დემოგრაფიას როცა ატარებს ამ უჯრედებს, ესე იგი ამ ფაილებს, ამ უჯრედებზე რაც არის ჩაწერილი, ერთ უყრის ერთ ადგილას თავს, რომ დიდი ზღვა არ დაჭირდეს ძალიან გაფანტული რომ არის. აი ეს ვარიანტია, ამ ვარიანტს აკეთებს ეს და ამას ველოდებით, ასე რომ ვთქვათ, სანამდე არ დამთავრდება და ჩვენი კომპიუტერის ოპტიმიზაცია დამთავრებული იქნება. შემდეგ კიდევ გამოიყენეთ სტანდარტული თემები, ეს ნავარო მე ახლა მიყენე ნავარო ჩენი თემა, აგერ უყურებთ. MacOS-ის
ასე რომ თქვა თაკმეჩილი ვაშლისთან გამიყენია, ამას ვთქვათ, ჩემი კომპიუტერია 4 ბირთვიანი და პრობლემა არ აქვს, თუმცა 2 ბირთვიანი, ან 1 ბირთვიანი პროცესორი თუ გაქვთ, მით უმეტეს ამნაირ რაღაცა გარნო დააყენო და ნაკლებად მაგალამაზოთ თქვენი Windows-ი, ასე რომ ვთქვათ. და უარ უნდა ვთქვათ სილამაზეზე, თუ გვინდა აჩერება ჩვენი კომპიუტერის. ეს იყო სულ დღევანდელი ვიდეო. ამას აუცილებლად დაელოდეთ ბოლომდე, შემდეგ გადავწყვეტთ კომპიუტერი. და კომპიუტერს თუ ნახავთ, როგორ მოიმატებს FPS თამაშებში და ასე უფრო მალე ჩაერთება კომპიუტერს, ეს უნდა ჩაერთოს. ნახავთ, შეამოწმოთ, თუ მოგეწონათ და ლაიქეთ, ახლა კიდევ მშვიდობებით, მოვალ შემოხვედრამდე და აბა დროებით.